საქართველოს რეგიონები დედაქალაქთან ერთად მტკიცედ განაგრძობენ პროტესტს. 50-ე დღეა ხალხი მსხვილ ქალაქებში ყოველდღე ქუჩაში გამოდის და აჩვენებს მოძალადე ხელისუფლებას, რომ არაპირებს უკან დახევას. ხელახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება პროტესტის მთავარი მოთხოვნებია და სწორედ ამ მოთხოვნების შესრულება აქციების შეწყვეტის მთავარი პირობა. ამ წუთებში ქუთაისში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. სოლიდარობის აქციიდან ირაკლი ვაჩიბერაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. პროტესტის 50 დღე ქუჩაში, ქუთაისში თვენახევარზე მეტი არც ერთი დღე არ არსებობს პროევროპული აქცია რომ არ გაემართოს. დღეს მუნიციპალიტეტში წვიმს, თუმცა ნალექი ევროპული მომავლის მცველებს არ აშინებთ. ფერადის საწვიმრებით, ფერადი ხოლგებით ათეულობით ადამიანი ქუჩაში არის გამოსული. ამ დროისთვის გადაკეტილი არის რუსთაველის გამზირი, პერიმეტრი დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული. ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლება აქცია პერფორმანსი გამართეს სახელწოდებით თავისუფლება მზია. მე ვხედავ ხვიჩა ვაშაყმაძეს ჟურნალის ხვიჩამ მედიის აქციაზე რომ გვესაუბროთ რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი. ჩვენ ვიცით რომ დღეს თბილისში საზოგადოებრივ მაუწყებელთან იკრიბებიან ჩვენი კოლეგები, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქალბატონ ზიას, მოითხოვენ უკანონო პატიმრის გათავისუფლებას და ჩვენც რა თქმა უნდა შეუერთდით მათ ქუთაისიდან და ჩვენც ვითხოვთ რეჟიმის პატიმრის გათავისუფლებას. ქალბატონი ზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უნდა გამოუშვას ის ციხიდან, რამე თუ ის გაცილებით დიდ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და ბათუმისთვის, მთლიანად საქართველოსთვის და რა თქმა უნდა არავინ არ შეეგუება მის პატიმრობაში დარჩენას. უერთდები კოლეგების მოთხოვნას თავისუფლება მზია ამაღლობელს. მე კი გავაგრძელებ აქციის მონაწილეებთან საუბარს, გავესაუბრები გოგონას საქართველოს დროშით, თუ შეიძლება რომ გითხრათ რა არის თქვენი მთავარი სათქმელი. 50 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქუთაისში. ჩემი როგორც მგონია რომ ყველა აქ მყოფი ადამიანის მთავარი მოთხოვნა არის ჩვენი თანამებრძოლების და ქართველი მოქალაქეების გათავისუფლება, იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ამაში მათ წამებაში იღებდნენ მონაწილეობას და განსაკუთრებით დღეს სოლიდარობას უცხადებთ მზია ამაღლობელს, იმიტომ რომ მედიის დასჯა ეს პირდაპირ არის რუსული ხელწერა და ეს ხდება რუსეთში და ბელორუსში და არ გვინდა იგივე გამეორდეს საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. ჩატარდეს ახალი არჩევნები და მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება, ასევე გათავისუფლდეს მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი, ამბობენ აქციის მონაწილეები. ვხედავ ოთო ირემაძეს, სტუდენტს. ოთო, პროტესტის 50-ე დღეს რას ეტყოდი აუდიტორიას, რას ეტყოდი ქართულ ოცნებას? გამარჯობა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს პირველ რიგში. აუდიტორიას მინდა უთხრა მადლობა იმ 50 დღისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. თვალით არ იღია უკვე და იმედია რომ ბევრი აღარ მოგვიწევს, მაგრამ მე მგონი ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ბოლომდე ვიდგებით აქ. სადაც 50 დღე, იქაც 150-იც რომ მოგვიწევს, 350-იც ვიდგებით აქ და ქართულ ოცნებასაც იგივეს ვეთყოდი პრინციპში. ჩვენ არ მივდივართ უკან, არსად არ დავიხევთ და თქვენ აღარც დასავლეთის წაგესვლებათ, აღარც აღმოსავლეთში აგერ არსად და რაც მალე დაიხევთ უკან, უკეთეს გარანტიებს აიღებთ და მასე აჯობებს თქვენთვისაც, რომ წესიერად დათმოთ ეს ქვეყანა და ქვეყნის ისტორიაში არ შეიწეროთ იმდენად ყოველი დამატებით დღე როცა თქვენ ხელისუფლებას ართმობთ, არის დამატებით სირცხვილი თქვენთვის და გირჩევნიათ რომ ახლავე დაიხიოთ უკან, ნაკლები სირცხვილი ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში. ძალიან დიდი მადლობა. მაშასი ასეთია ვითარება ქუთაისში პროტესტის 50-მე დღეს ათეულობით ადამიანი ისევ ქუჩაში არის გამოსული უცვლელი მოთხოვნებით ახალი არჩევნები ჩატარდეს და მოხდეს რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.